ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. შოუ-ბიზნესური სიახლეებით ეთერშია ინფორმატორისა და ლაილაის მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვება. როგორც იცით, სტუდია მაესტროსა და მისი პარტნიორების ერთობლივი პროექტის თანავარსკვლავედის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები დასასრულს მიუახლოვდა. ანუ ჟიურიმ გამოავლინა ის 6 გამარჯვებული, რომელიც პროექტში მონაწილეობას გააგრძელებს. შაბათს ქალაქის პოპულარულ კლუბში ნოანუა თანავარსკვლავედის მეორე ტური გაიმართა. კონკურსანტები საკმაოდ ნერვიულობდნენ, თუმცა ყველა მათგანი ცდილობდა მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები. მას ასე გაიცანით კონკურსის გამარჯვებულები. ხატია სახიაშვილი, ნუკი ცარელაშვილი, ირინა ბაკურიძე, თამუნა ხმიადაშვილი, სოფო სალუქვაძე და ბექა ნიკოლაიშვილი. სწორედ ამ 6 ახალგაზრდაზე შეაჩერა ყურადღება კონკურსის ჟიურიმ. ალბათ უკვე შეამჩნიათ თანავარსკვლავედის ორიგინალური შემადგენლობა. ჯგუფში 5 გოგო და მხოლოდ 1 ბიჭია. მათ წინ ერთთვიანი თანაცხოვრება, დღის დაძაბული გრაფიკი და მუშაობა ელით. დაიმახსოვრეთ ეს სახეები. შემდეგ კი თვალი ადევნეთ მათ თანდათანობით გარდასახვას. თანავარსკვლავედის 6-ვე წევრი თანაბარ პირობებში თანაბარი უფლებებით შეეცდება გაიცნოს და გაიაროს გზა დამწყები მუსიკოსიდან პროფესიონალ შემსრულებლამდე. ჟიურის გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო, რომ 8 მონაწილე უნდა დარჩენილიყო, დარჩა მხოლოდ 6. საქმე რაშია, რომ როგორც იცით, ეს არის სატელევიზიო პროექტი და არა ვოკალური ფესტივალი და აქედან გამომდინარე, აქ ყურადღება ექცეოდა კომპლექსურად ყველანაირ მონაცემს. გარდა ვოკალისა, აქ აუცილებელი იყო სცენურობა, გარეგნობა, ტელეგენურობა, ფოტოგენურობა. ძალიან ბევრ ამას მიექცა, მეტყველების მანერა, პლასტიკა. ჟიურის კომპეტენტურობაში ეჭვი არავის არ შეპარვია, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ უკვე ხმამაღლა ჩამოვთვლი ამ ჟიურის წევრების ვინაობას. ესენი იყვნენ თავმჯდომარე გახდათ ბატონი ზურა მანაგაძე, კომპოზიტორი, ნატო დუმბაძე პროდიუსერი, გიორგი ებრალიძე რეჟისორი, რუსიკო ბახტაძე ვოკალის პედაგოგი, მაია ჯაბუა მომღერალი და კოტე ნონიკოვი ხმის რეჟისორი. ჯგუფმა Stacy კლიპი გადაიღო სიმღერაზე არც თუ იმდენი გსურს, რომლის რეჟისორიც გიორგი ლიფონავაა. ეს სიმღერა ჯგუფმა DJ დათოსთან ერთად ჩაწერა დუეტში. რაღაც ხუმრობაში ჩავწერეთ სიმღერა. აი ესე უცებ ერთ დღეში. რაღაც მეორე დღეს უკვე ეთერში ტრიალებდა. და რაღაცა უცებ მე მოდი კლიპის გავაკეთოთ. ესე განვისწინეთ შემოგვიდებით. ფოტო ანიმაციას ვაკეთებთ და დიდი ისტორია არ ხდება არაფერი, უბრალოდ ეფექტები ამაზე არის. ძირითადად დატვირთვა ამ ფოტო ანიმაციაზე გაკეთებული. გვინდა და რაღაცა დაგვერღვია რა ეს ქართული კლიპების პრინციპი. ძალიან და რაღაცა სხვანაირი გაგვიკეთებინა. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, ბევრს მოეწონოს. ვერმა ვერ გაიგოს საერთოდ ეს რა არისო. მაგრამ ეს უკვე კაია რა, რაღაცა თუ ასეთი აზრი გაჩნდა ხალხს შორის. კარგი იქნება და იმას მაინც დაინახავენ რაღაც სხვანაირი რაღაც გაკეთდა და რაღაც საინტერესო. სიმღერა ეკუთვნის რატი დურგლიშვილს. არანჟირებაც რატი დურგლიშვილს ეკუთვნის და დიდი მადლობა ესეთი ლამაზი სიმღერის შექმნისთვის. მინდა რომ რატის უთხრათ. ჯგუფს ძალიან გვიყვარს დანს მიმდინარეობა და ეს მუსიკა და ვცდილობთ ყველანაირად რომ ამ მიმდინარეობას მივყვეთ ბოლომდე და ერთ-ერთი ამ ჟანრის დამახასიათებელი სიმღერა არის. ჩვენი პროდიუსერი არის ზალიკო ბერგერი. სუსო სიმპათია.
ჯგუფი ქუჩის ბიჭები ინტენსიურად მუშაობს და ახალ-ახალი კლიპებითა და სიმღერებით გვანებიურებს. ამჯერად რადიო ფორტუნა პლუსში მათი სიმღერის პრემიერა შედგება. ჯგუფი ქუჩის ბიჭები ყოველგვარი კომენტარის და შესაბამის გარეშე და ისინიც ვერ ხედავთ, მაგრამ გაიგონებთ. ეს სიმღერა ეკუთვნის კომპოზიტორს, არაჩვეულებრივ კომპოზიტორს რუსა მორჩილაძეს. ტექსტი ეკუთვნის ჩვენ ძალიან ახლობელ ადამიანს ირინა სანიკიძეს და ამ სიმღერის პრეზენტაცია დღეს მოხდა პირველად რადიოში, რადიო ფორტუნა პლუსზე და სულ ცოტა ხანში იხილავს მაყურებელი გიგა აგლაძის კლიპს, სადაც გადაღებულია ძირითადად ჩვენი რაღაცა ცხოვრების რაღაც კადრები, სხვადასხვა კადრები. განსხვავებული ჟღერადობის არის, განსხვავებული არანჟირება აქვს და რაღაცნაირად სხვა თაობისთვის გათვლილი სიმღერა. ანუ ეს არის იმ უფროსი თაობისთვის, რომელიც ბოლო დროს მომრავლდა ჩვენს მსმენელთა რიგებში და ალბათ თინეიჯერებიც დიდი სიამოვნებით მოусმენენ. ტრიუკების გაკეთებაც მოგვიწია გადაღებებზე, რომელიც არ გაკეთებთ. ანუ ხო ჩვენ ვიყავით ყველა ორიგინალში, ჩვენ ვაკეთებდით ყველა. რომელიც მეათე ადგილზეა. ჩვენ წარმოვადგინეთ. კარგი მაშინ, აბა. პისტეისი და DJ დათო. წავედით. კლიპი დაახლოებით ერთ კვირაში დამთავრდება და პრეზენტაციაც იქნება ამ კლიპის. გაკეთება, ჯერ არ მოგვიფიქრებია სად გავაკეთოთ პრეზენტაცია, გვინდა რომ რაღაც ორიგინალურ ადგილას მოხდეს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ეს სიმღერა რაღაც თავის სიტყვას იტყვის და მოეწონება ალბათ ხალხს. ეს უკვე მსმენელის გადასაწყვეტია, როგორი ჰიტი იქნება ეს სიმღერა, იქნება თუ არა საერთოდ ჰიტი. მე ამაზე პროგნოზი არ შემიძლია რომ გავაკეთო. მე პირადად მომწონს და ჯგუფის წევრებსაც მოსწონთ ეს სიმღერა, ვისაც მოვასმენინე ჩემს ახლობელს, ყველას მოეწონა და ხალხი იტყვის ალბათ თავის სათქმელს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.